და მაინც შეცდნენ ცივგონებას ამოფარებული უგოლო ციფრები, რადგან ერთი პატარა დღემდე ამოუცნობი ორგანო გამორჩათ მხედველობიდან. ორგანო, რომელიც უდიდეს სიხარულს, ტკივილსა და ემოციას იტევს, მაგრამ როგორც ჩანს, დგება ზღვარი, რომლის მიღმა უსასრულობა იწყება. სწორედ ეს ზღვარი აღმოჩნდა სიკვდილსიცოცხლის მიჯნა ალეკო ჩოჩიასათვის, გორის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგისა და რაიონის მთავარი ქირურგისათვის. წარმოშობით აბაშელი, მაგრამ სულით ჭეშმარიტი გორელისათვის, ჩემი პატარა ქალაქის შეუდარებელი გულშემატკივრისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ის დღე ძალიან ძიმე იყო საავადმყოფოსთვის და მთელი პერსონალისათვის საავადმყოფოს. და არა ძალიან ძიმე არის, როდესაც თვითონ აღმოჩნდება ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. არა მარტო აფექტების, არამედ გრევის ფაქტის და შემდგომი ამბობული და დასახელებული ადამიანების თანახმად. და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზია მისი გარდაცვალება იქ, რომ გული გაუხსნა. დაძაბულობა, ის სტრესი და ის ნერვიულობა, რომელიც განიცა და ბატონ პარლის საუბარში აროგებული იყო და განიცა და ჩემს ცნობიერებაში ბატონი ალეკოს პიროვნება ბევრ სხვა სიტყვასავით მივიწყებულ ერთ მადლიან ქართულ სიტყვასთან დასტაკართან ასოცირდება, რადგან ის არამხოლოდ უდიდესი პროფესიონალი, არამედ სულით ხორცამდე ქართველი კაცი იყო. ამ ცნების სიღრმისეული გაგება, კაცი პატრიოტი, კაცი ინტელიგენტი, კაცი რაინდი, რომელიც ჩემი პატარა, ისედაც გაოგნებული ქალაქისათვის ეროვნული ტრაგედიის მეოთხე და უზომოდ მტკივნეულ მხედველად იქცა, რადგან ეს ჯოჯოხეთი უკანასკნელი ძაფი გამოდგა მისი ყოვლის დამტერი და გამძლე გულისთვისაც კი. საოპერაციო მოვიდასთან მომხდა. ოპერაცია ისიც იყო დაამთავრა და ჩაირჩოთად უბეწდა. ბოლო პაციენტსაც არ უყავდა, რადგან მუდამ და ყველასთვის უზომოდ ერთგული. გიორგი ცაბაძის სცენაზე აღსასრულს შემატყდა თურმე და საკუთარი სიკვდილის უწინასწარმეტყველია საოპერაციოში, სადაც ყველაფერი ასე ნაცნობი და ახლობელი იყო მისთვის. საკუთარ საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული, ვირტუოზულად ფლობდა ოპერირების ხელოვნება. ოპერაციის დროს სხვა არაფერი არსებობდა მისთვის. მთლიანად ჩაძირული იყო საქმეში და უპირდაპირდებს, როცა ამ დროს კოლეგები გასაუბრებასაც კი ახერხებდნენ. სიწყნარესაც ითხოვდა, რათა ბოლომდე პაციენტის კუთვნილება ყოფილიყო. შედეგიც შეუდარებელი ჰქონდა, რადგან სიკვდილსიცოცხლის ჭიდილში თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა. და რომ არა ასეთი მადლიანი საზღაური, ალბათ ვერც შეძლებდა უმძიმესი ჯვრის ზიდვას, რადგან ჩეხოვის აარები ღმერთმა ნურავის მისცეს ისეთი საზისხარი დღეები და საათები, როგორიც მხოლოდ ექიმებს შეიძლება ჰქონდეთ. მატერიალურ საზღაურზე არც ფიქრობდი. ამ თემაზე საუბარი დამამცირებლადაც მივაჩნდა. ამიტომ ყველა გაჭირვებულის ჩემზე იყო და არა მარტო პაციენტების. არ არსებობდა ადამიანი, რომელიც რაიმე წუთილით მიმართავდა ბატონ ალეკოს და საჭირო თანადგომას არ იგრძნობდა მისგან. ზოგჯერ შეუძლებასაც კი ახერხებდა, რომ მძიმე ყოფა შეემფუძნებინა მოხასისათვის. სამშობლო იყო მისი გულის თერგი. რაღაცნაირი სევდენარევი ტკივილით იყო გაშღენთილი მისი სიყვარული ქვეყნისათვის და ამიტომაც აღიქმებოდა ასე მწარად. თუ საჭირო იქნებოდა, თავსაც შეწირავდა, შესწირებდა. იმ საშინელ დროს პროფესიის წყალობით დაუყურდა უპირველეს
დაშავებულთა პირველ შემწევრებს. განცდილმა მისი მრავლის ნახველი არსებას კი შეძლო. თუმცა მოგვიანებით ეზოში გასვლა რომ შეძლო, მის ნახველ მზერას ჩამსხვრეული მინების აღსადგენად ხელოსანთა უჩვეულოდ სწრაფი გარჯაც არ გამორჩენია და მათი გვარებიც კი მოითხოვა, რომ გაზეთის ფურცლებზე გადაეხადა მათი. მაშინ როცა ყველაზე დიდ მადლობას თვითონ ემსახურებდა. სხვისი სიკეთის დაფასებაც იცოდა და სხვისი ნაკლის გაკითხვას, განსაკუთრებით თუ ეს ნაკლი ერის ინტერესებს შეურაცხყოფდა. ამ დროს ისე დაუნდობლად და ისე დახვეწილად ხმარობდა კალამს, პროფესიონალ ჟურნალისტსაც კი შეშურდებოდა. რომელი ერთი გავიხსენოთ. ღია წერილი რობერტ სტურუას ვეფხისტყაოსნის სცენაზე დადგმის შესახებ მისი ინტერვიუს შემდეგ თუ ღია წერილი ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ემზარ ჯგერენაიას ქართული სუფრის შესახებ ინტერვიუსთან დაკავშირებით. სულის ფაქიზი გამოძახილიც ეხერხებოდა მის კალამს და მაშინ მისი მუზა უთუოდ შოთას, ილიას, აკაკის, გალაქტიონისა და ლადონ ასათიანის მშვენიერი პოეზიით საზრდოობდა, რომელიც თითქმის მთლიანად ზეპირად იცოდა. სადღეგრძელოშიც ისე ლამაზად ჩაურთავდა პოეზიის მარგალიტებს, ისე მოხარგავდა თავის ისედაც დახვეწილ მეტყველებას მარადიული სიბრძნით, რომ ერთბაშად ატყუებდა ყველას. ყველანაირ სიყვარულში ზღვას ვექცნობდა. თავდაუზუგავი და მომთხოვნი იყო საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მისი დაჟინებული თხოვნით დატოვა ქალიშვილის ოჯახმა ამერიკა და სამშობლოში დაბრუნდა. სხვასაც ვერ შეუნდობდა ხოლმე სამშობლოს დატოვების ჩანაფიქრს, რადგან ერთგულება მისი განსაკუთრებული თვისება იყო და საერთოდ თუ უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, თუ სურდა, ისიც ბოლომდე. ისე კი ყველა უყვარდა, მაგრამ პირდაპირი იყო, ნაკლზე დაუფარავად მოგიფიქრებდა, ვერავის ებირთერებოდა. საყვედურსაც რბილად, უმტკინეულოდ გეტყოდა, თუმცა ზოგჯერ სიფიცხე მოეძალებოდა და შესაძლოა ხმისთვისაც აეწია, მაგრამ მეორე წუთს გაბრაზება აღარ ახსოვდა. გაანალიზებდა თუ არა ყოველივეს, შეეძლო ბავშვთანაც კი ეღიარებინა შეცდომა და ბოდიში მოეხადა. ერთხელ სიფიცხის ჩვეული შემოტევისას მისი მსუბუქი რისხვა ქალბატონ ნანა ნადირაშვილს დაატყდა თავს და მათი მრავალწლიანი იდეალური ურთიერთობის ფონზე ხმის უმნიშვნელო ამაღლებაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალბატონ ნანას უსიტყვოდ დაეტოვა ბრძოლის ფერმი. მცირე ხნის შემდეგ სტოვარი დააწია, ნახოსო და კვლავ უსიამოვნო საუბრის მოლოდინით შეწყუნებული ქალბატონი სახტად დარჩა, როცა ბატონი ალეკოს ოთახში ბოდიშთან ერთად ვარდების უზარმაზარი თაიგულიც დახვდა. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან ძნელია ბატონ ალეკოზე წარსულ დროში საუბარი. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ მხოლოდ დღეს გახდა 2 კვირა ერთთან შორის აღარ არის. მაგრამ მე მაინც შევეცდები, რომ ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა მისი პიროვნების შესახებ. ბატონი ალეკო პირველად 1979 წელს გავიცანი, როცა ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა და მოვედი სამუშაოდ. ფოთაშორის მაშინ ჩვენ საავადმყოფოში ძველი პლეიადის ძალიან ბევრი ექიმი მუშაობდა. ქალბატონი ვერა ფიგიური, ბატონი საშა ბიძინაშვილი, ქალბატონი მარიკა ზაბულონი, ეთირი აღნიაშვილი, ჩვენი მაშინდელი ხელმძღვანელი ბატონი ოთარი კორინთელი. ალბათ ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ თითოეული ეს პიროვნება თავისებური კოლორიტი იყო ჩვენი საავადმყოფოსთვის. და ამათში განსაკუთრებული, გამორჩეული, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ალბათ ბატონი ალეკო ჩოჩია იყო. პირველი გრძნობა, რაც მის დანახვაზე დამეუფლა, ეს იყო უდიდესი მოწიწების გრძნობა. და ეს გრძნობა გამყვა სიცოცხლის ბოლომდე, სანამ 25 წლიანი, აი ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, მეგობრობის მანძილზე. ყოველთვის ბატონი ალეკო იყო ახალგაზრდულად შემართული, უაღრესად ენერგიული, უაღრესად დიდი პროფესიონალი. იყო მაქსიმალისტი, ყველანაირ საქმეში, რასაც ის ასრულებდა და ხელს კიდევდა, ბოლომდე იხარჯებოდა. ეს იყო თავისი პროფესია, თუ თავისი სამეგობრო წრე, თუ თავისი შემოქმედება, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ეს ყველაფერი იყო მისთვის მაქსიმალურად დახარჯვის წლები და სხვანაირად არ შეეძლო, იმიტომ რომ თუ ვინმე ამას არ აკეთებდა, ძალიან უყვირდა ხოლმე. ახლა კიდე მინდა აღვნიშნო ბატონი ალეკოს საუკეთესო თვისება. ის იყო ძალიან
ლიტერატურას და წერდა არაჩვეულებრივად. აი თითოეული მისი დაწერილი ისტორია კალიგრაფიიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული, შეიძლება ვთქვა, რომ შემოქმედებითი ნიმუში იყო. იყო საკმაოდ ფიცხი, მაგრამ არასოდეს წყენის ჩადება გულში არ იცოდა. ბევრჯერ გული ატკინეს, მაგრამ იმ ადამიანების მიმართაც, ვისგანაც გული ჰქონდა ნაწყენი, არასოდეს ყოველთვის გვერდში უდგა მაინც იმ ადამიანებს, თუ ვინმეს რამე გაუჭირდებოდა, რამე დაჭირდებოდა, მისთვის არ არსებობდა შინაური, გარეული, მისთვის არ არსებობდა არანაირი იერარქია, რანგი, ყველა ადამიანს თუ კი შეეძლო გვერდში უდგა გაჭირების დროს. ჰქონდა კიდევ ერთი თვისება, საოცრად უხაროდა, როდესაც მისი კოლეგა რაიმე წარმატებას მიაღწევდა, განსაკუთრებით ახალგაზრდა კოლეგების წარმატება. აღფრთოვანებული იყო ხოლმე პატარა ბავშვებით, აი ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ახალგაზრდა ექიმმა რაღაცა ექსტრემალურ სიტუაციაში საკმაოდ რთული დიაგნოზი დასვა. აი ამას გადააქცევდა ხოლმე სალაპარაკოთ, იცით, კარგი გაგებით სალაპარაკოთ. ყოველთვის დილის კონფერენციაზე რომ დამთავრდებოდა, საბოლოო სიტყვას აიღებდა და ამას სულ ყველას გააგებინებდა, რომ აი ამა და ამ ექიმმა აი ასეთი და ასეთი დიაგნოზი დასვა. შეცვალთა შორის შეეძლო კომპრომისებზე წასვლაც. თუ დაუმტკიცებდა ვინმე, რომ ის ცდება და ამას მიიღებდა ეს და აღიქვამდა ესე სწორად, ყოველთვის შეეძლო უკან დახევაც, ბოდიშის მოხდაც, მაგრამ არასოდეს არ მიდიოდა კომპრომისზე, როცა საქმე ზნეობრივ ღირებულებებს ეხებოდა, არასოდეს. უსაზღვროდ უყვარდა ჩვენი საავადმყოფო. 32 წელი გაატარა ჩვენ საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჰქონდა რამდენიმე შემოთავაზება, რომ თბილისის წამყვან კლინიკაში გადასულიყო, ამაზე უარი განაცხადა და ამბობდა, რომ ეს საავადმყოფო მისთვის ტაძარია და სხვაგან წასვლა არ შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ახლა შედარებით უფრო მასზე ახალგაზრდები, ვინც ვიყავით მის გარშემო, მან ძალიან დიდი ზნეობის გაკვეთილები ჩაგვიტარა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქირურგი ჩამოაყალიბა ნამდვილ ქირურგად და არა მარტო ნამდვილ ექიმად, არამედ ნამდვილ პიროვნებად. ესეც ბატონი ალეკოს ძალიან დიდი დამსახურებაა. კიდევ რა შემიძლია ვთქვა, ჩვენ აი რაც ბატონი ალეკო ჩვენს გვერდით აღარ არის, რა თქმა უნდა, ახლა უფრო მძაფრად განვიცდით მის ახლა უფრო შევიგრძნობთ მისი პიროვნების სიდიადეს და აი ახლა გარდაცვალების შემდეგ მე სიცოცხლეში ვერ მოვახერხე, რომ მისთვის ეს მეთქვა, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, დისტანცია ყოველთვის იყო ჩვენ შორის, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობდით, ეს მოწიწების გრძნობა მაინც ბოლომდე გამყვა და სიცოცხლეში ვერ მოვახერხე, რომ მისთვის ეს მეთქვა, რომ მადლობლები ვართ იმითი, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით მოღვაწეობდა, თავისი ცხოვრებით ჩვენს გვიადვილებდა და გვილამაზებდა სიცოცხლეს. ძალიან დიდი მადლობლები ვართ ამისთვის. და მე ვთქვი დასაწყისში, რომ ჩემ სუბიექტურ აზრს ვიტყვი მეთქი ბატონი ალეკოს შესახებ, მაგრამ ეხლა მინდა ვთქვა, რომ აი ამ ჩემ სუბიექტურ აზრს, თუ კი ჩემი გარშემო მყოფების 90% მაინც ეთანხმება, ამ სუბიექტურში ალბათ ობიექტური ძალიან დიდი მართლობაა და ბოლოს მინდა იმითი დავასრულო, რომ დავეცესკო ჩვენ დიდ ბელეტრის მწერალს, რომ დიდებული ადამიანები მართლაც უძეგლოდ იგარგებიან. ბატონ ალეკოს ზომიერება არ შეეძლო, მაქსიმუმ სიტყობდა ყველაფერს, მაგრამ თუ სხვისთვის ეს გმირობის ტოლფასი იყო, მისთვის ცხოვრების წესახმსევლია. სხვა რა შეიძლება ეწოდოს თუ არა გმირობა, თავდაუზოგავ ბრძოლას საკუთარი საავადმყოფოს გადასარჩენა, მაშინ როცა ამ უკანასკნელს დახურვის საფრთხე დაემუქრა. მართლაც რკინის ქალანები ჩაიცადა შეუძლებელი შეძლებაში. მისი პატარა ოთახი საბრძოლო შტაბს დაემსგავს და მოხდა სასწაული, რომელსაც სამართლის ძელი მიიღო. ალბათ გადაუჭარბებელი იყო მეგობართან მისი ნათქვამი. ეს შენობა ჩემი ტაძარიაო. ყოველდღიურად შედიოდა ამ ტაძარში, როგორც მლოცველიც და როგორც მოძღვარიც. ჭეშმარიტი მფარველი და პატრონი იყო ამ ტაძრისა და როგორც თვითონ ამბობდა, თვალები რომ დაგეხუჭათ მისთვის, ხელის ერთი შეხედვითაც კი მიხვდებოდა შენობის რომელ კედელთან მოხვდა. ალბათ ამ ტაძარს ვერ შეელია, რადგან თბილისის საუკეთესო კლინიკაში შეთავაზებულ სამსახურზე უარი ჰქონდა. დღეს კი ერთ დროს ბატონი ალეკოსა და მისი კოლეგების ხელით გარემონტებული ქირურგიული განყოფილება და მთლიანად საავადმყოფო ბატონი ალეკოსაგან მიღწეული შეუფასებელი საციხარია.
ახალგაზრდა კოლეგებისა, რომელთაც უშურველად გაუნაწილა ყველაფერი, რაც გააჩნდა: სითბო, სიყვარული, ცოდნა და განათლება. რაც მთავარია, ქირურგიული ინსტრუმენტების უზადო ხმარებასთან ერთად კაცობასაც ასწავლიდა და შეგირდისგან პროფესიულ ცოდნაში შესხომას თუ მოიწმინდა, კაცობაში ჩაჭრას არავის აპატიებდა. დღეს მის გაყვავილ სიკეთის გზას მიუყვებიან მისი სამედიცინო თუ ცხოვრებისეულ სკოლა გამოვლილი, ქალაქში ჩოჩიად ბიჭებად ცნობილი ზაურ ახრახაძე და გია გერგიაშვილი, ალეკო ხუროშვილი და თემან წინარიშვილი, ნუგზარ ქარელი და ზურაბ ბიძინაშვილი და სხვები. ბატონ ალეკოს გახსენება ჩემთვის ცოტა ნელია, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების შეგვინებული პერიოდის ყველაზე დიდი პერიოდი ერთად ავაკატარი. როდის არის ამოტუხოს ქირურგიულ განყოფილებაშიც რამის ერთდროულად მოვიდა. 71 წელში ამაჩემმა
ალეკო ჩოჩიასათვის განსაკუთრებულად ფასეული იყო თვისება, რომელიც გუმბაზისეულმა ერთმა ფრაზამ დაიჭირა და რომელსაც ხშირად უმეორებდა ყველას. ადამიანს ეკლესიასავით უნდა შემოუარო გარშემო და ყველაზე მშვენიერი მხრიდან შეხედო. ადამიანში სილამაზის აღქმის აღმოჩენა აღაფრთოვანებდა განსაკუთრებულად. მაგრამ მაინც ის შეუდარებელი იყო, როგორც ჭეშმარიტი რაინდი და ქალის ღირსების უზადო შეფასებები. ბატონი ალეკოსათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ასაკს და განათლებას. ქალი მისთვის ყოველთვის ქალი იყო და საოცარი თაყვანისცემით ეპყრობოდა მას. ქალბატონ ლედის უფიტაშვილთან ერთ კურსს ესწავლობდა. მთელი ცხოვრებაც გვერდ-გვერდ განმეორდა, მაგრამ ქალბატონი ლედის მის კაბინეტში შესვლისთანავე ფეხზე წამოუდგებოდა და საოცარი, მხოლოდ მისეული ტაქტით მიეგებებოდა. ამას ვერც ფამილარულად ჩაუთვლიდით და ვერც ხელოვნურად დამუშავებულ ყალბს შეესწრა, რადგან ეს მისი ხასიათის უმკვეთრესი და ულამაზესი რიხი იყო, მისი რაინდული ბუნების მშვენიერი გამოვლენა. ასეთივე განუმეორებელი იყო მაშინაც, როცა საავადმყოფოს ჩემპიონატი ტარდებოდა მასწავლად, როგორც ფინალისტი, უზარმაზარი საიდუმლო ეახლა მეორე ფინალისტს, ქალბატონ ლიატუს. ეს მხოლოდ მას შეეძლო და სხვას. ილია სიტყვა. უთისოფელი ზოგისთვის მამაა, ზოგისთვის მამამაცალი. მართალია საავადმყოფო ალეკო ჩოჩიასათვის მართლაც მეორე ოჯახი იყო, მაგრამ შინ პირად ცხოვრებაში დიდი ტკივილისა და ტვირთის ზიგა მოუხდა. არასოდეს დაურჩიულა. აქაც ბოლომდე რაინდად დარჩა და 18 წლის განმავლობაში წართ შეუცვლელად ემსახურა ოჯახს კაცის და ქალის სამოცლოდ. მამობაც გაუწია შვილებს და დებებაც, ისე რომ არც უგრძნობინებია სნეული მეუღლისათვის. ამგვარი დიდსულოვნებას უიშვიათესი, მხოლოდ მისეული იყო. თითქოს მოიხალდაო თითქმის იდეალური პორტრეტი ადამიანისა, რომელსაც ზღვას დაუდებელი სიყვარული შეეცვლა. ქვეყნის, ქალაქის, ოჯახის, სამსახურის, მეგობრებისა თუ პაციენტების. ყველასი და ყველა. მაგრამ მაინც პირველამდე შეუმჩნეველი და შეუფასებელი დარჩა მისი განუმეორებელი გარეგნული ხიბლითა და ხავერდოვანი გარიტონით შემოღებული უფაქიზესი სული. და კიდევ ყოველდღიური ამაოების მისეულის განარჩენა. დაჟინებით გუნდებზე ხილაცა, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ტიტული. გავეჭირით ხელს და მას სიზმარი აღმოჩნდება ან მირაში. და მაინც ყოველდღე გაზაფხულდებოდა. თუმცა 69 წლისას ახალგაზრდა აღარ ეთქმოდა, მაგრამ ასაკირას ახსენებელია, როცა სისხლის ყოველი წვეთით ძველებურად ბობოქრობს და უშრეტი ენერგიაც ფიქრებად აწყდება შეჭირხმულ საფეთქს. მაგრამ გული, ეს პატარა ორგანი, რომლის ამომცნობი ფენომენი უდიდეს სიხარულს, ტკივილსა და ემოციას იწევს. მაგრამ როგორც ჩანს, დგება ზღვარი, რომლის მიღმა უსასრულობა იწყება. და ახლა ის უსასრულობაში. ჩვენ კი ისევ მივეფერებით გაზაფხულს მისივე იმედიანი სიტყვებით. თურმე გაზაფხულზე ჩვენც ავყვავდებით ადამიანები და როგორც ხეები ჩვენ სხვადასხვა ფერად ავფეთქდებით. ზოგი ცისფერ, ზოგი ვარდისფერ და ასე ვიდრე სისხლისფერი. ცისფერი უთავბოლო ძიების ფერი, ვარდისფერი უსაგნო ოცნების, ალისფერი სისხლივი წითელები, ვერ დაუგებული, ქარიშხალული მოვარდნილი ნების ფერი. ყოველი ადამიანი აყვავებული დადის ქუჩებში. დადიან, ერთმანეთას შეხვედრა უზომოდ უხარიათ და პატარა რამეც ყოფნა ბედნიერებისა. ჩემი პატარა ქალაქი მომავალი გაზაფხულის მოლოდინის სუნთქავს და ცდილობს, როგორმე დააღწიოს თავი პირველი თებერვლის ვერდას. ცხოვრება გრძელდება და ჩვენ უწინდებურად ვეძებთ მის საძრეს. ბატონი ალეკო ჩოჩიაკი ისევ გვეხმარება და ანდერძად გვიტოვებს ფიქრს, რომელიც სიკვდილამდე 2 კვირით ადრე გაუნდია ქაღალდისათვის. ადამიანებს ამ ქვეყნიდან არაფერი მიიღო, მხოლოდ დორობა. ბედნიერია ის, ვინც კარგი კაცის სახელი დადგა. ეს რომ მისი სავიზიტო ბარათია, ანგარიშგება მომავალთან. სწორედ
ამ ქვეყნად დატოვებული კარგი კაცის სახელით წარდგებიან ხომავლის წინაშე ჩვენთვის მოუშუშებელ ჭრილობად ქცეული ადამიანები. მათი სულები კი ნათელმოსილი მიახლოებიან